ესე იგი, პირველ რუს ჯარისკაცს საზღვარი გადმოკვეთილი ჰქონდა, რა ვიცი, და ბევრად უფრო ადრე, მაგრამ ამ შემთხვევაში იძალებს თუ ავიღებთ რაც აი ამ კავკაზური 2000 რუის ფარგლებში შემოიყვანეს, სანამ აი ამაზე ვიტყვი. ბოდიში სანამ გადავალთ, ისიც აღსანიშნავია, რომ სტატუსი ოკუპირებული ტერიტორიების იგივე არ იყო მაშინ, რაც არის ახლა. ბევრი დღევანდელი გადმოსახედიდან უყურებს, რომ ეს იყო აღიარებული რუსეთის მიერ და როგორც უნდა ისე შეიყვანდა ჯარებს. არა, აბსოლუტურად საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ყველანაირი ასე ვთქვათ პირობა ქონა დაარღვია სამხედრო ძალების შემოსვლით, არც გაეროს გადაწყვეტილება იყო, რომ ამე მაშინ კეუთოს მისია მუშაობდა, ანუ ყველანაირი საბაბი დაირღვა. ამის გამართლება იყო ჰუმანიტარული ოპერაცია, რომელსაც ისარქმევდა საკუთარი მოსახლეობის დასაცავად, თუმცა ამაზე მანდატი და ჰუმანიტარული ოპერაციის მანდატი გაეროს მხრიდან მას მიღებული, რა თქმა უნდა, არ ქონია რა. ასე რომ ეს თავიდან ბოლომდე გამოგონილი სცენარები